შემოგვიერთდა მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, ქეთევანთან ერთად ვისაუბრებთ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შესახებ. ქეთევან, დილომშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. პატრიარქს ეძღვნება ბუნებრივია ჩვენი გადაცემები. პირველ რიგში მინდა რომ მოგისამძიმროთ ეს დიდი დანაკლისი, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის უდიდესი გულისტკივილი და დანაკლისი და ვიცით რომ თქვენ გქონდათ მასთან შეხვედრების ბედნიერება და სწორედ აი ამაზე გვინდა ვისაუბროთ, გავიხსენოთ პატრიარქი და თქვენი ის მოგონებები, ის შეხვედრები, რაც მასთან გაკავშირებთ. პირველ რიგში აი ტიხარი ვნახეთ, სანამ ეთერში შემოვიდოდით და ნახეთ რომ აი საოცარი სულიერი ერთობა იყო გლოვასთან ერთად ეს იყო რაღაცა დიდი ერთობის დღეები როგორც გადმოსცა BBC-მ 40% მივიდა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად საქართველოს მოსახლეობის რაც არის უპრეცედენტო შემთხვევა და ეს არის 2 მილიონამდე ადამიანი დაახლოებით არ წყდებოდა ადამიანების არ წყდებოდა რიგი და ეს რიგი ადამიანები იდგნენ სადღაც 12 საათი იმისთვის რომ უბრალოდ უწმინდესისთვის მადლობა ეთქვათ და დამშვიდობებოდნენ პატრიარქს. აი თქვენ ამ დროს იყავით უცხოეთში და როგორ ჩანდა ეს ყველაფერი უცხოეთიდან? საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იყო საქართველო. დილამშვიდობისა, მეც ვიზიარებ სრულიად საქართველოს და მთელი საქრისტიანოს და არა მარტო საქრისტიანოს, იმიტომ რომ სწორედ ამ დღეებმა აჩვენეს, რომ სხვა რელიგიები როგორი დიდი გულშემატკივრები ყოფილან ჩვენი პატრიარქის და ჩვენი რელიგიის, ყველას წუხარებას, რომელიც იმ ადამიანის წუხარებას, რომელიც ჩვენს პატრიარქს პატივსცემდა და მისთვის ეს ადამიანი იყო მნიშვნელოვანი ფიგურა. ნამდვილად მე ვიმყოფებოდი უცხოეთში. ისე მოხდა რომ ერთი დღე პირველი დღე როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა ჯერ კიდევ ვიყავი ბარსელონაში სადაც არსებობს ძალიან დიდი ქართული სამრევლო წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია რომლის წინამძღვარი არის მამა ლუკა ფალავანდიშვილი და სწორედ მან ჩაატარა პარაკლისი პანაშვიდი პატრიარქის სულის მოსახსენებელი და მე ჩემს ოჯახთან ერთად დავესწარი ამ პანაშვიდს, რადგან ჩვენ არ შეგვეძლო იმ მომენტში აი მივიღო მონაწილეობა აი ამ დიდ ნამდვილად ეროვნულ რაღაც სულა ეს არ იყო რაღაც ჩვეულებრივი პანაშვიდი, ეს იყო რაღაც ეროვნული დიდი სულა და დამშვიდობება სულიერ მამასთან. და შემდეგ უკვე მადრიდში მომიწია მე წასვლა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და იქიდან უკვე ვუყურებდი ამ ყველაფერს და ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ამაღელვებელი და რა ვიცი, აი ჩემ შვილებთან ერთად როცა ვუყურებდი, ვეუბნებდი რომ აი ეს არის საქართველო, ესეთი ერთობა, ესეთი სიყვარული, ესეთი რწმენა, ესეთი სულა ტაძრისკენ, სულიერი რაღაცნაირი ერთიანობა, რაც ამ დღეებში მქონდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ერთი დღე და რამოდენიმე დღე გვაქვს, ესე იგი ესეთი სულიერი ერთიანობა და ესეთი რაღაცნაირი გაერთიანება სიყვარულით ჩვენ გვახასიათებს და ეს არ არის რაღაც ერთჯერადი მოვლენა. და სამძიმრები საქართველოს მიიღო საქართველოს ეკლესიამ და ასევე სახელმწიფომ მთელი მსოფლიოდან და ასევე ხელოვანები იღებდით სამძიმრებს თქვენი კოლეგებისგან. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ვინც კი საქართველოში ნამყოფი არის, ყველა შეხვედრილი იყო ჯერ ესეთიც პატრიარქთან და ყველას აი ყოველთვის უდიდესი სიყვარულით მოიხსენიებდნენ. აი მეუბნებოდნენ ის წმინდა კაცია, ეს ადამიანებთან რელიგიასთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ, მაინც აი აღიქვავდნენ ჩვენი პატრიარქის ამ რაღაც ღვთიურ ძალიან დიდ ძალას და აი მე ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე გადაკვეთა მოსერატ კაბალიას ოჯახთან რომელიც ქალბატონი მოსერატი თვითონ იყო საქართველოს პატრიარქთან და ცნობილი კადრები არის და სულ ეს ძმა რომელიც ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე კონკურსში ერთად ჯდომე ჟიურიში ყოველთვის იხსენიებს ხოლმე რომ მოსერატზეო ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვაო და სულ მეკითხება ხოლმე როგორ არის პატრიარქი და ნამდვილად ვისაც კი უნახავს ჩვენი პატრიარქი, ვისაც კი შეხვედრია ყოველს რაღაცნაირად ყველას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აქვს დღემდე. დიახ, ქეთევან, ვისაუბროთ ახლა
თქვენს ურთიერთობაზე პატრიარქთან და როგორც ვიცით, თქვენ ხართ ერთ-ერთი პირველი გამოშვება თბილისის სასულიერო გიმნაზიისა, ეს იყო წმინდა ილია მართლის პატრიარქის მიერ დაფუძნებული და ჩვენ ვსაუბრობდით სხვათა შორის პირველ ნაწილში იმაზე, რომ პატრიარქი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას და პირველი შეხვედრა სწორედ აი ამ ასაკში მოხდა, ხო? დაწყებით კლასში. მე 6 კლასში ვიყავი, როდესაც გაიხსნა ეს გიმნაზია. ზურაბ ბუაძე იყო რექტორი, ეს პირველი გიმნაზია არის საპატრიარქოსთან არსებული და მახსოვს რომ დედას მეგობარმა უთხრა რომ გაიხსნა ესეთი გიმნაზია და ყველანი ძალიან დიდი სიამოვნებით გადავედი. იმის დავიხოთ რომ მეგონა რომ ძალიან მომწონდა ჩემი სკოლა. რაღაცნაირად ეს იდეა რო იყო საპატრიარქოსთან არსებული მართლის, ეს რაღაცნაირად იმ დროს ძალიან ჩემთვის სიახლე იყო და საინტერესო და როგორც ჩანს ეს სულიერი რაღაც ძიებები უკვე ძალიან ძლიერად იყო ჩემთვის იმის დავიხოთ რომ ჯერ სულ რაღაც 10-11 წლის ვიყავი და მახსოვს რომ ესე იგი როდესაც კურთხევა მოხდა გიმნაზიის ალბათ პირველად მაშინ ვნახე მე პატრიარქი და ალბათ მანამდე სიონშიც გეყოლებოდა იცით არ ვიცი არ მახსოვს ესე კონკრეტულად ალბათ ნანახი მყავდა ნამდვილად მაგრამ ჩვენ დაახლოებით ერთი თაობა ვართ და აი ორშაბათობით ქონდა ხოლმე პატრიარქს ბავშვებისთვის პარაკლის ანუ ყოველი დღე მაგალითად ხუთშაბათს ინტელიგენციას ხვდებოდა ორშაბათობით ბავშვებისთვის პარაკლისები ტარდებოდა და აი მე მახსენდება ხა ბოდიში რომ რაღაცა ჩაკეჭერი საჩუქრებს გვირიგებდა ხოლმე და დღემდე მაქვს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი თოჯინა ანუ ყველაფერზე ზრუნავდა ბავშვზე დიდზე ახალგაზრდაზე და ეს ხდებოდა აი პირველივე დღიდან მისი აღსაყრელი ასე იყო და ალბათ პირველი შეხვედრა მაშინ იყო მაგრამ მერე მხვდა ძალიან დიდი ბედნიერება უკვე სტუდენტობის პერიოდიდან როდესაც აი ყოველ მის დაბადების დღეს აღსაყდრების დღეს შობას ძველი ახალწელს მქონდა ხოლმე ბედნიერება მემღერა ხოლმე საპატრიარქოში აი კადრებიც არის ეს უკვე მოგვიანებით მაგრამ აი ძალიან პატარა 16-17 წლისა უკვე მივდიოდი ხოლმე და მღეროდი და ეს რაღაცნაირად ძალიან დიდი ბედნიერება იყო იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ეს ყველა კონკურსი და ყველა წარმატება რაც კი ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ეს რაღაცნაირად პატრიარქის ხელდასმით და კურთხევით იყო იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცნაირად მინდოდა ხოლმე რომ ეს თანხმედრა ყოფილიყო და მე რაღაცა ეს გაძლიერებული და დალოცვილი უკვე სხვანაირი შედეგები მოდიოდა ხოლმე ნამდვილად ამ კონკურსებზეც და ყველაფრიზე და ქეთ ძალიან ბევრი ხელოვანი აღნიშნავს სწორედ ამას რომ პატრიარქის დალოცვამ მასთან შეხვედრამ განსაზღვრა დიდწილად წარმატება მათი და ნუ აი გიორგი ლომისელი ყავდა რამდენიმე დღის წინ მანაც ისაუბრა ეხლა თქვენ საუბრობთ და ზოგადად ახალგაზრდა ხელოვანებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს ძალიან მხარს უჭერდა პატრიარქი და ამხნევებდა საოცარი სტიმულს აძლევდა ეს ამბავი იმიტომ რომ იცით რა არის მე აღარც მახსოვს როგორ აღმოჩნდი მაგრამ ეს უკვე ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო დღემდეც აი დღეწელს 4 იანვარს მქონდა სპექტაკლი კარმენ ზღეროდი რეალში და მახსოვს დილით რომ გავიღვიძე პირველი აზრი რაც მქონდა რომ ალბათ საპატრიარქოში უნდა წავიდე ვიმღერო მეტი აი ეხლაც კი ყოველთვის ეს პირველი ის რაც მაქვს ხოლმე 25 დეკემბერს ან 4-ში საპატრიარქოში ხარ ვარ წასასვლელი სამხრეთ იმიტომ ის იყო ჩემთვის როგორც წლის მოვლენა ხოლმე იმიტომ ძალიან ვემზადებოდი და იცით იმის გარდა რომ ამას ჰქონდა ძალიან დიდი სულიერი დატვირთვა რომ შენი ერის სულიერი მამა გაკურთხებს და გილოცავს გზას ეს წარმოიდგინეთ პატრიარქის ახლა თავისთავად ალბათ ეს მაშინ მე არ მესმოდა მაგრამ პატრიარქის ალბათ განზრახვა ისიც იყოს რომ ჩვენ გამოვსულიყავით კიდევ ერთი საშუალება ქონდა რომ ხალხის წინაშე გამოვსულიყავით იცით ეს ყოველ გამოსვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და წარმოიდგინეთ როდესაც გამოდიხარ პატრიარქთან ესე ახლოს როცა ამდენი სამღვდელოება საპატრიარქოში ეს ახალი გამოცდილებაც არის პროფესიულადაც კი საინტერესო მომენტია და თან პატრიარქი თვითონ დიდი კომპოზიტორი და თვითონ წერს მუსიკას და როგორ ესმოდა ხო პატრიარქს და ძალიან ხშირად ვღეროდი ხოლმე დედა უხთისას ეს თაქთაქიშვილის ნაწარმოები არის რომელიც არის გალაქტიონ ტაბიძის ლექსზე სილაჟვარდი ანუ ვარდის სილაში და ძალიან უყვარდა ხოლმე ეს ნაწარმოებები და მე ძალიან მიყვარს და როდესაც გარდაიცვალა ზუსტად ეს დღე იყო გალაქტიონის გარდაცვალების დღე და რაღაცნაირად რომელსაც მან აუგო წესი. დიახ, აუგო წესი.
და ჩემთვის რაღაცა ესეც ძალიან ისეთი იყო მნიშვნელოვანი და აი არათუ საპატრიარქოში მქონდა ბედნიერება სიმღერის როდესაც ახლა უკვე პატრიარქი გარდაიცვალა რაღაცნაირად ჩემ არქივებს გადავხედე და იმის დაახლოებით ძალიან ბევრი ვიდეო მქონდა მასთან ერთად საპატრიარქოში აღმოჩნდა რომ მქონდა ნამღერი მსოფლიო პატრიარქთან ერთისთვისაც როდესაც ის ჩამოვიდა საქართველოში ჩვენთან იყო სტუმრად და იცით რა არის აი ეს ყველაფერი ახალგაზრდა ხელოვანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო ეს ჩემთვის და ძალიან დიდი სტიმული აქედან გამომდინარე აი ეს ფაქტი რომ პატრიარქი ზრუნავდა ახალგაზრდებს და ზრუნავდა ხელოვანებს ეს ძალიან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც უსმენ ხოლმე იგივეს ამბობენ მეცნიერები იგივეს ამბობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი და აღმოჩნდა რომ ყველას ყავს რაღაცნაირი თავისი წილი პატრიარქი რომელმაც გაუხსნა გზა დაულოცა გზა და რაღაცნაირად აი ეს როგორ გითხრათ იმის დამხეთ რომ ეს იყო სულიერი მამა ყველას რაღაცნაირად ჩვენი პირადი სულიერი მამაც იყო ეს როგორ გითხრათ ნამდვილად კი კეთი ასევე თქვენ შეასრულეთ პატრიარქის დაწერილი კირიე ელეისონ ხო ეს სამებაში დიახ სამების გუნდთან ესეც რომ სამების საპატრიარქო გუნდთან ერთად ესეც რომ გაიხსენოთ დიახ ერთ-ერთი ჩამოსული პასუხისმგებლობა იყო როდესაც უწმინდესის დაწერილ საგალობლოს ნამდვილად ის ფაქტიც რომ აი ყველა მომღერალი ვინც კი რაღაცნაირად შეხება ქონდა პატრიარქთან ავასრულებდით ხოლმე ამას წირვის განმავლობაში ესე ძალიან მნიშვნელოვანია ხომ ეს იყო ერთ-ერთ ჩამოსვლაზე სიმონ ჯანგულაშვილმა მთხოვა რომ იყო სურვილი რომ მემღერა კირიე ელეისონი წირვაზე და შევასრულე მახსოვს და ჩემ შულთან ერთად მაშინ ლუკა ძალიან პატარა იყო ვიყავით წირვაზე და სიმონმა მთხოვა ძალიან მოეწონა პატრიარქსო და წირვის მერეო თუ წამოხვიდოდიო საპატრიარქოში და ნუ მე და ლუკა ძალიან ბედნიერები რასაკვირველია წავედით და გვაქვს სამახსოვროდ ლუკას წმინდა ნიკოლოზის ხატი რომელიც პატრიარქმა აჩუქა და მე თამარის ჯვარი პატრიარქმა ტრაპეზა მიგიწვია დიახ და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც კი გაგვაჩნია ჩვენ ორივეს და ანას ძალიან გული დაწყდა რომ მე არაფერი არ მაქვსო და მე ვთხარი არავის მე გაჩუქებ მეთქი ჩემ ჯვარს მეთქი და ესე რო თქვა ორივე ჩემი შვილი რაღაცნაირად ძალიან ბედნიერია და ამაყირო ესე პატრიარქისგან აქვთ ორივე სამახსოვრო საჩუქარი და ასევე ძალიან წმინდა ნივთი ხატი და ჯვარი რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნებათ კეთი და ბოლო შეხვედრა გამოვიდა მე მგონი 2 აგვისტო ხო ილიაობა ჯვრის მონასტერში სადაც გაიმართა ღონისძიება ყოველთვის აღინიშნებოდა ხოლმე განსაკუთრებულად ილიაობა ну ილია თესბიტელის დღე არის და ასევე წმინდა ილია მართლის ხსენება და პატრიარქის ანგელოზის დღე და აი გვაქვს ახლა კადრებიც თქვენ შეასრულეთ თამარ ლიჩელთან ერთად და ეს მოგონებაც აი ესეც რომ გაიხსენოთ რა შეგრძნება იყო რა ემოცია იყო აი წეგან თქვით რომ 4 იანვარი რომ გათენდაო მეგონა ისევ საპატრიარქოში მივდიოდია მაგრამ ნუ 4 იანვარს არ იყავით საქართველოში 2 აგვისტოზე რას გაიხსენებთ 2 აგვისტოსთან დაკავშირებით აი ამ ღონისძიებასთან აი ძალიან რაღაცნაირად როგორ გითხრათ ამ ეს კადრები კიდევ უფრო მეტად დავაფასე იმიტომ რომ პატრიარქთან ყოველი შეხვედრა ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ აი ესე შეხვედრა ესე უკვე რაღაცნაირად უკვე ბოლო რაღაც იყო მაინც. მისი ცხოვრების მწუხრის განმავლობაში ეს კიდევ რაღაცნაირად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მახსოვს რომ მოვუყევი ეს ამბავი, როდესაც ჩემი სპექტაკლის შემდეგ რომში მოვიდა ერთ-ერთი იტალიელი პოლიტიკოსი და მითხრა რომ მეო თქვენი პატრიარქის წყალობითო ვარ და ესეთი ჩემთვის ესეთი ბედნიერება იყო როგორ გითხრათ ახლა ეს ისტორია იქ მოყევით ხო მახსოვს და როგორ იყო აი აქაც შეგვიძლია რომ ერთ-ერთი ესეთი პოლიტიკოსი იტალიელი მოვიდა და მითხრა რომ მეო თქვენი პატრიარქის დიდი მეგობარი ვარო და მისი ლოცვით და მისი დახმარებით ვარ ესეთ თუ ვარო და წარმატებულია დიახ ძალიან მნიშვნელოვანი იტალიელი პოლიტიკოსია და ძალიან დიდი სიყვარულით მოიკითხა და იცით რა არის ეს ძალიან დიდი ბედნიერება იმიტომ რომ ხა ეხლა უკვე
თითქმის აღარა, მაგრამ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში როცა ვიძახთ რომ ქართველი ვარ, დიდი ხნის განმავლობაში გვიწევდა ახსნა, იმიტომ რომ ქართველი რუსი ალბათ ხო? არა ჩვენ და ვიწყებდით ყველაფერში ჩვენ თავზე მოყოლას და პირდაპირ როდესაც ადამიანი მოდის და არათუ იცის ქართველი საიდან როგორ პირდაპირ მითხრა რომ აი მეო პატრიარქიო და ვიცნობ ილია მეორს და ეს რაღაცა ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო და მაშინ მოუყევი მე პატრიარქს და მახს ვუთხარი რომ ჩვენთვის პატრიარქი ემიგრაციაში მყოფი ქართველებისათვის განსაკუთრებული სიყვარული იმედი და მეოხი იყო და მე დარწმუნებული რომ ის ახლა ზეციური საქართველოდან იგივე დახმარებას, იგივე სიყვარულს, იგივე მხნეობას მოგცემს, რაც 59 წლის განმავლობაში გვაძლევდა თავისი სიყვარული და უბრალოდ გაღიმებით და უბრალოდ ხელის დადებით და დალოცვით, იმიტომ რომ ქართულ ემიგრაციას ალბათ განსაკუთრებით ჭირდება მისი მეოხება, რომ ჩვენ მალე ყველანი დავბრუნდეთ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ქეთი. ასეთი საინტერესო ისტორიებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მართლაც ერთადერთი ნუგეში ახლა ის არის, რომ დიდი მლოცველი და მფარველი შევიძინეთ პატრიარქის სახით. და ნუგეში არის ის, რომ რაც მან გვასწავლა და მე როდესაც ეს ამბავი მოხდა, რაღაცნაირად ბევრი ვერ დავწერე, იმიტომ რომ ძალიან ეს ვიყავი რაღაცნაირად ყველა როგორც შეძრული ემოციები. ვთქვი რომ მადლობა რომ დაგვიბრუნეთ ღმერთი მეთქი. მე ვფიქრობ რომ პატრიარქმა ჩვენ დაგვიბრუნა ღმერთი თავისი მოღვაწეობით და ჩემს შვილებსაც ვეუბნებოდი რომ ეხლა შენ თუ შეგიძლია წახვიდე ეკლესიაში სადაც გინდა როგორც გინდა ეს არის ჩვენი პატრიარქის დამსახურება. ასე რომ აი ის რაც ჩვენ პატრიარქმა რაც ალბათ აი ეს გზა რაც გათელა ჩვენ აუცილებლად უნდა გავყოთ იმ გზას და იცით იმხელა მოღვაწეობა, იმხელა დაგვიტოვა, იმხელა როგორ გითხრათ, იმხელა სიყვარული და რწმენა, რომ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა რაღაცნაირად ის გზა გაყვანილია. ახლა ჩვენ წავიდეთ იმ გზისკენ, რომელიც ტაძრისკენ მივიღო. ძალიან დიდი მადლობა.